ადამიანი რო გვენატრება, ძალიან ხშირად გვენატრება მასთან ერთად ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი ემოციები და არა თავად ადამიანი. ჩვენი ტვინი ძალიან ხშირად გვანატრებს ადამიანს და ფარავს იმ მომენტებს, როცა ადამიანმა გვატკინა. ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, როცა არის ადამიანი ცუდად, საკმაოდ ბევრი ამხნევებს იმით, რომ იცი რა, დრო გავა და იპოვი შენს ადამიანს, რომელიც შენ გაგკურნავს, თუ როგორ ეწერა, აღარ მახსოვს, მოკლედ ერთი ვიდეო ნახე და კომენტარებში შევედი და იქ ეწერა რა, ანუ იპოვი ადამიანს, რომელიც შენ გაქვიქი შველისო, ასე ვთქვათ რა, ანუ ცუდ მდგომარეობაში თუ ხარო. თუ ხარ კერო ხარო. ხო, აი, რატო ხარ ხო? რატო აკავშირებ თქვენ საკუთარ თავს სხვა ადამიანთან? მერე მაგიტო ხდება მიჯაჭულობა, მერე მაგიტო ხდება ტანჯვა, რომ აი აღარ მოყვარ გადავუყვარდი, იმიტომ რომ შენ თავად შენ თავს ვერ ხედავ მაგ ადამიანის იქეთ. ან ტაროები. მოდი გავშალოთ ტარო და ნახოთ მოწონ ხარ თუ არა. მოდი მის სტილს, მის გემოვნებას, მის მუსიკალურ გემოვნებას მოერგი და მოეწონები. ხო? ადამიანს რომ მოწონდე, ეგრევე მიხდებოდი. არა მაგისთვის საჭირო რომ რაღაც ისე ვქი, ტაროები გაშალო. თუ შლი ტაროებს, ანუ უკვე ეჭვი გეპარება და ეჭვი რო გეპარება, ეგ უკვე არის მაჩვენებელი იმისა, რომ თავადაც მაგ ადამიანმა არ იცის მოწონ ხარ თუ არა, იმიტომ რომ ადამიანს რომ მოწონ ხარ, ყველანაირად დაგანახებს ამას. ხდებით? თითქმის თუ არა, სხეულის ენარისთვის არსებობს ხალხო. შენსკენ აქ კორპუსი ძალიან ხშირად როცა საუბრობ, თუ შენ გბაძავს, ოდნავ ეს გაუცნობიერებლად ხდება ადამიანი რომ მოგწონს, ხო? ბაძავთ მას, ანუ მის პოზას როგორ ზის, მის მიმიკებს, როგორ საუბრობს. ოღონდ ეს არის ადამიანურ მოწონებაზე და არ ნიშნავს ესე თუ იმეორებს, რომ უეჭველი, აი რომანტიკულად მოწონ ხარ და უნდა რომ რა ვიცი, ონსდრელი ცხოვრება შენთან ერთად გაატაროს. ესე ბავშვებიც აკეთებენ, გვაძავენ თუ რაღაც ძალიან მოეწონათ, ხო? და მეგობრებიც, რაც არის ნორმა, მაგრამ თუ გინდა რომ გაიგო ადამიანს მოწონ ხარ თუ არა? კითხე, ისგან გაიგე პასუხს. ტაროების გაშლა თუ გაბედნიერებს, რა თქმა უნდა, გაშალეთ, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ნუ ეძებ ბედნიერებას სხვაში, ნუ ეძებ შენს იმას, რა თქმა შენ თავს სხვაში. როცა შენ თავად შენი თავი არის და დამოკიდებული ხარ სხვაზე, რო იცი რა არის, ამ ადამიანის გამო მე შევიცლები ყველანაირად ოღონდ არ მიმატოვოს, რა მარტო სიყვარულზე ვიძახი, მეგობრულ ურთიერთობაზეც ვიძახი რა, რო იცვლებიან, რომ იცი რა, ჩემს კომპანიაში ყველა მოყურა ამ ფილმს, მე დიდად არ მომწონს, მაგრამ ახლა დავაძალებ ჩემ თავს, რომ მოყურო, რომ ვიყო მიღებული ამ კომპანიაში. ანუ რა ჯგუფში რა, ხო ხდებით? გთხოვთ ხალხო, მოძებნეთ საკუთარ თავი. მეგობრული ურთიერთობაც. შენი ყოფილი საუკეთესო მეგობარი, როცა შეწყვიტეთ ურთიერთობა და ძალიან ბევრ ადამიანს არ მოწონს, როცა ადამიანი როცა შეწყვიტავს მასთან ურთიერთობას, მაინც არის კარგად. ეს იცი რის გამოა? ეს არის ჩვენი ეგოს ხმა. ჩვენ ეგოს არ მოსწონს, როცა ჩვენ გვიპოვებენ, ასე ვთქვათ, ჩანაცვლებას. ჩვენ ძალიან მოგწონს რომ ვიყოთ ადამიანისთვის ძალიან ღირებული და აი ესეთი რა, ჩაუნაცვლებელი. ამიტომაც არის შემთხვევა, როცა არ მოგწონს ის რომ ადამიანი არ იტანჯება, როცა ჩვენ დავამთავრებთ მასთან ურთიერთობას. აი რატო არ არის ცუდად, მე ხო ვარ ცუდად. აი მაგიტო, აი ძალიან ხშირად რო არიან ცუდად, როცა ურთიერთობას შეაჩერებენ, ეს იმის გამო რა, შენ იყავი მიჯაჭული მაგ ადამიანზე, შენი ყველაფერი პიროვნება იყო აგებული მის ერთად. შენი მომავალი, თქვენი მომავალიც იყო ერთი. თქო უნდა კარგი როცა წყვილი აწყობთ მომავალს, მაგრამ უნდა ხდებოდი მაინც რომ თუ რაღაც არ უნდა იყო დამოკიდებული მასზე. შენ თავიც უნდა ყავდეს. აი ეს არის მიზეზი, რატომაც არ მოგწონს, როცა ადამიანი არ იტანჯება, რატო არ ტირის, რატო არ იმაშობა, დავშორდით, რატო არ აქვს დეპრესია, რატო ნახულობს ისევ მეგობრებს და იკონტაქტება სხვას. მე ხო არ ვაკეთებ ეგრე, იმიტომ რომ შენ იყავი დამოკიდებული მასზე. ამიტომაც აი ხალხო გეხვეწებით, ნახეთ საკუთარი თავი, შენ თავს გაიცნობ. შენ თავს დაუმეგობრდები ხალხო, დამიჯერეთ. ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ მოგინდება, რომ უბრალოდ ერთმანეთთან გქონდეთ კონტაქტი და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარშე შეუძლებელია. და გადასარჩენი ისაა შენი, რა ქვია, წრე. როცა შენ ხარ მთელი, შენ არის კარგი ურთიერთობები და არა მაჟი, როცა ხარ აი გატეხილი და ცდილობ შეავსო შენი სიცარიელე სხვა ადამიანით. ძალიან იმედი მაქვს, რომ გაიგეთ, რისი თქმაც მინდა. და იმედია დაგაფიქრეთ.